მოგესალმებით, ვიფას მაყურებლებო და მსმენელებო. ქრისტე აღსგა, თუმცა სინამდვილეში გაუგებარია რა ზეიმოს ქრისტიანული სამყარო პასექს თუ აღდგომას. პასექი და აღდგომა ეს ცალ-ცალკე დღესასწაულებია. პასექი ცალკე დღესასწაულებია, რომლებიც მოდის სლავენებისგან და ეს პასექი შეუერთეს, უბრალოდ ჩასვეს ქრისტიანო ქრისტიანული უბრალოდ ეს პასექი გააქრისტიანულეს და ქრისტეს აღდგომას შეაერთეს და ისე ჩვენამდე მოვიდა როგორც ქრისტიანული დღესასწაული, თუმცა მე ხლა ამ თემაზე არ მინდა თქვენთან საუბარი. მე ხლა თქვენ დაგელაპარაკებით, გავაგრძელებ უბრალოდ განხილვას ბლავატსკაიას ნაშრომის საიდუმლო დოქტრინის. იქიდან გავაგრძელებ, სადაც გავჩერდი, ჩვენ ვართ პირველ სტანძზე და მეცხრე პუნქტზე. ხო, სულის ენერგიას შეუძლია სუსტად შეიცნოს წყაროს ბუნება, საიდან არის ის გაჩენილი და საით უნდა დაბრუნდეს. თუ უმაღლესი ციან კოგანი, თუ უმაღლეს დღიან კოგანს შეუძლია მხოლოდ ასე ვთქვათ, მუხლი მოიდრიკოს საშინელი საიდუმლო აბსოლუტური ყოფის წინაშე გაუცნობიერებლად და თუ ამ გაცნობიერებული არსებობის დასრულება ამ გაუცნობიერებელი არსებობის დასრულებაში ინდივიდუალური ცნობის ჩაყვინთვა მთელი სამყაროს ცხოვრებაში ფრაზის გამოყენებით ფიხტე დაბოლოებას არა მხოლოდ შეუძლია გაწვდეს უსაზღვროებას, მაგრამ ხელი შეუწყოს თუ უმაღლეს დღიან კოგანს შეუძლია მხოლოდ მუხლის მუხლი მოდრიკოს საშინელ საიდუმლო აბსოლუტური ყოფის წინაშე გაუცნობიერებლად და თუ ამ გაცნობიერებული არსებობის დასრულებაში ინდივიდუალური კაცობრიობის ჩაყვინთვა მთელი სამყაროს ცნობიერებაში ფრაზის გამოყენებით ფიხტე, ასეთი ფრაზაა, დაბოლოებას არა მხოლოდ არ შეუძლია გაწვდეს უსაზღვროებას, მაგრამ შეუძლია ხელი შეუწყოს თავიანთი
სტილი გამაცნობიერებული გამოცდილებებისა, მას როგორ შეიძლება თქვა, რომ უგონო და აბსოლუტურ შეუძლია კონდენტ ინსტინქტური იმპულსი ან იმედი მიაღწიო თვით გაცნობიერებას. ვედანტისტი არასდროს დაუშვებდა გეგელის ამ აზრს. ოკულტისტი კი იტყოდა ის შესაბამება გამოღვიძებას, მახათმას, სამყაროს გონებას უკვე გამოვლენილის ფენომენალურ სამყაროში, როგორც პირველ ასპექტს შეუცვლელი აბსოლუტისა, მაგრამ არასდროს ბოლოს მიმართავდა სულის ენერგია და მატერია ან პურუშა და პრაკრიტი უკაცრავად. პრაკრიტი არსი ორი პირველადი ერთიანი ასპექტისა, რომელიც არ აქვს მეორეს. მასზე გვასწავლიან ჩვენ მატერიის მამოძრავებელი ნონსი გამაცნობიერებელი სული, რომელსაც აქვს გამაცნობიერების სული, რომელიც აქვს ყოველ ატომს გამოვლენილი ადამიანში ლატენტური ქვაში აქვს სხვადასხვა სიძლიერის ხარისხები. ეს პანტეისტური წარმოდგენა საერთო სულის ენერგიისა, რადგან რუსულად დუხა წერია, ამიტომ აქ ენერგიაზეა, სულიერ ენერგიაზე საუბარი. სულისა, რომელიც წდება, ხო ეს სულიერი ენერგია წდება მთელ ბუნებას და არის უძველესი ყველა ფილოსოფიური გაგებების შორის, აგრეთვე არხეი არ იყო აღმოჩენებს შორის, აგრეთვე არხეი არ იყო აღმოჩენილი პარაცელსით. ესე იგი, არხეი არ იყო აღმოჩენილი პარაცელსით ან მისი მოწაფით. ვან გეგელიმ გეგელით, რადგან თვით ეს არქეი არის ლოკალიზებული მამა ეფირი, ჭყალები გამოვლენილი ფუძე და წყარო უამრავი ცხოვრებების ფენომენებისა. ყველა ამდაგვარი სერიები უამრავი თეორიებისა არის მხოლოდ ვარიაციები ერთ და იგივე თემაზე. მთა ნოტა, რომელიც იყო მოცემული პირველ ყოფილ გამოცხადებაში.
ხო ეს თავის დასახელება პირველ ყოფილ გამოცხადებაში და მოყვანილია ბრჭყალებში. პუნქტი B. ტერმინი ანუ პადაკა ბრჭყალებში მშობლების გარეშე ან წინაპრების გარეშე არის მისტიკურისაგან უკაცრავად ცოტა ერთხელ არეული მაქვს ხედულობა ისე. ტერმინი ანუ პადაკა ნიშნავს მშობლების გარეშე ან წინაპრების გარეშე, ესე იგი ობოლის მაგვარი, ესე იგი ობლად გაზრდილი. ხო, და არის ეს ანუ პადაკა არის მისტიკური განმარტება, რომელსაც ჩვენ ფილოსოფიაში აქვს რამდენიმე მნიშვნელობა. ამ დასახელების ქვეშ საერთოდ იგულისხმება ზეციური არსებები. ამ ანუ პადას დასახელების ქვეშ იგულისხმებაო ზეციური არსებები, თხიან კოგანები ან თხიან ბუდები. ხო, ესე იგი თხიან კოგანი ან თხიან ბუდები ნიშნავს ზეციურ არსებებს. აგრეთვე ანუ პადაკაც ნიშნავს ზეციურ არსებებს, მაგრამ კიდევ მეორე განმარტება ისე აქვს, რომ არც დედა ყავთ, არც წინაპრები ყავთ, ანუ მშობელი არ ყავთ. ეს არსებები მისტიკურად შეესაბამება ადამიანურ ბუდებს და ბოთხის სატვებს. ცნობილებს როგორც მანუში ადამიანური ბუდები, რომლებიც აღინიშნებოდნენ ისევე როგორც ანუ პადაკა იმ მომენტიდან, როდესაც მათი პიროვნებები იყო ჩაყვინთული მათ გაერთიანებული მე-6 და მე-7 პრინციპებში, ან ატმა ბუთხში, ატმა არის, ატმა თვითონ სიტყვა არის, ნიშნავს ღვთაებრივს. როდესაც ისინი ხდებოდნენ ალმასური სულები ბრჭყალებში, ვაჯარა სატყვა ალმაზური სულების მნიშვნელობა ან სრული მახათმები. მახათმა განდის წინი რომ გამოვიდა, მე მაქვს ეს წიგნი დამისწოლდა ოღონდ წყალდიდობის დროს. წყალმა შემოშოლა ჩემოთახს ახალი შემოსული რო ვიყავი. ხო, და გამიფუჭა წიგნებს. ბევრი წიგნი გადავყარე და ეს მახათმა გადა კი დამისწოლდა, მაგრამ მენალება მაგის გადაგდება. მახათმა ვეგონა გვარი. მაგრამ მახათმას ჰქონია სხვა მნიშვნელობა. წმინდა, მასწავლებელი, შეიძლება ბედრანი ითქვას. ვაჯარა პანი ან ვაჯარა თხარა ნიშნავს ალმასის დამჭერს. ხო, ვაჯარა პანი ან ვაჯარა თხარი, ვაჯარა პანი ან ვაჯარა თხარა ნიშნავს ალმასის დამჭერს. ტიბეტურად დორჯესემ პა. დორჯესემპა. სემპა ნიშნავს სულს ტიბეტურად, მისი ხარისხი ადამანტისა მიეკუთვნება მის დაურღვევლობას შემდეგ სამყაროში. ფარული ბრძანებელი
სანტ-ბეი, დეუნო, სანტ-ბეი დანპო, ეს ფარული განებელი ბჭყალის შეტყობა ნაშრომი ან ნაწარმოები, ანუ სანტ-ბეი დანპო, შერწყმული აბსოლუტთან არ შეძლო კონდეს ყავდეს მშობლები თუ თვითონ თვითარსია და ერთიანი სამყაროს სულთან უფრო სულის ენერგიასთან და ერთიანია ეს სანტ-ბეი დანპრო ერთიანია სამყაროს სულთან სულის ენერგიასთან სვაია ფხუ სვაფხა ვატი მის უმაღლეს ასპექტში. მოდით ამას კიდევ წაგიკითხავთ. ფარული ბრძანებელი ჭყალებში სანტ-ბეი დანპო შერწყმული აბსოლუტით არ შეიძლება იქონიოს ან იყოლიოს მშობლები თუ თვითონ თვითარსია და ერთიანია სულთან სამყაროს სულთან სვაია ბხუ სვაფხა ვატიო მის უმაღლეს ასპექტში გეგელის ციტირებისას რომელიც შელინგთან ერთად აღიქვა პანტეისტიკური აპატიეთ ვერ გავიგე რა დავწერე გეგელის ციტატებისას უпроსურად მაპატიეთ გეგელის ციტირებისას რომელიც შელინგთან ერთად აღიქვა პანტეისტიკური წარმომადგენლებმა ან პანტეისტიკური წარმომადგენლებმა პერიოდიული ავატარების განსაკუთრებით განსახიერებისა სამყაროს სულის ენერგიისა ადამიანში როგორც ეს ნათელი არის ყველა რელიგიური რეფორმატორების შემთხვევაში იერარქიის საიდუმლო ანუ პადაკასი უდიდესია მისი მწვერვალი მთელი სამყაროს სულის ენერგიისა დუშა ესე იგი სულისა და ბალიკი საფეხური მანუში ბუდასი ესე იგი ცოტა გაუგებარია ამიტომ მოდით მე ამას უბრალოდ სიტყვებით აღიხსნით იერარქიის საიდუმლო ანუ პადაკასი ესე იგი ანუ პადაკას გააჩნია რაღაც იერარქიული საიდუმლო რომელიც უდიდესია მისი მწვერვალი მთელი სულის ენერგიის სამყაროა
არის თან კიდევ სულიერი სხეული, ესე იგი. და დაბალი კი საფეხური. მანუშიკიც არის აგრეთვე ანუპადაკა ლანდეტური მდგომარეობაში. ხო და თვით დაბალი საფეხური მანუშიკიც არისო აგრეთვე ანუპადაკას ლატენტურ მდგომარეობაში. აქედან როდესაც ამბობენ თელ სამყაროზე მის უფორმო მარათან აბსოლუტურ მდგომარეობაზე, მანამდე სანამ ის იყო დაწყობილი მშენებლობით, გამოთქმა უდიდესი ბორბალი მთლიანად, ესე იგი ბორბალი ნიშნავს მთლიანად სამყაროს, იგივე შეიძლება სვასტიკად უწოდო ამ ბორბალს, იყო ანუპადა, ესე იგი უდიდესი ბორბალი, ანუ სამყარო, მთლიანი სამყარო იყო ანუპადა. და ანუპადა რა არის? დამავიწყდა. და რა არის ანუპადა? ანუპადა. აუ, როდესაც გინდა უცებ ვერაფერს ნახავ. კარგით, ახლა მე უკან ვერ დაბრუნდები. ანუპადა. შემდეგ გავაგრძელოთ ახლა. ხო. ესე იგი, ჩვენ პირველი სტაცი დავამთავრეთ. იცით რა, მე გადავწყვიტე ეს ვიდეო ამ ადგილზე შევწყვიტო, რადგან ამ ადგილზე თავდება პირველი სტანციის განხილვა. ამიტომ რომ გაუგებარი არ იქნეს ისედაც რთული აღსაქმელია ეს ყველაფერი, რასაკურველია ქართულ, მე რუსულად კი მესმის სიტყვები, მაგრამ ისიც არის სიტყვები, რომელიც ჩემთვის უცნობია და ძველთაძველი ეზოტერიკული სიტყვები, მაგრამ იმას მე მოვიძებნიებ ინტერნეტში. მე მიადვილდება ამ წიგნის გაგება. ისე ქართულად კი არა, რუსულადაც ძალიან რთული გასაგებია ეს წიგნი, თუ კარგად არის რუსული. ხო და მე რუსული ვიცი და ძალიან რთული ნაშრომია, არ ვუარყოფ. ამიტომ მოდით ამ ვიდეოში მე ჩავედი 23 წუთში. ხო და მოდით ამას აქ შევაჩერებ, რადგან ეს არის პირველი სტანციის დასასრული და ახალ ვიდეოს დავიწყებ მეორე სტანციიდან. ხო, სადღაც მე დავწერე რას ნიშნავს სტანცი, მაგრამ ვერ მივაგენი, რომელ ფურცელზე არ ვიცი და ამიტომ მე თქვენ ახლა აგიხსნით რა სტანცი. სტანცი ეს არის აღწერა, ჩვეულებრივი აღწერა, დაკონსპექტირება, მონაცემების დაფიქსირება, ან ახსნა. ხო, მიახლოებით ესაა. ამიტომ ქვია სტანცი. სტანცი არ ითარგმნება, სტანცი რჩება სტანცად. არ ვიცი ინგლისურად როგორ ამაგი, მაგრამ რუსულად გადათარგმნეს როგორც სტანცი. კარგით, შემდეგ ვიდეომდე. მადლობ ყურადღებისთვის.